ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორე მეცხრე არხის ჟურნალისტი დახურული შეხვედრების დეტალებზე ესაუბრა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან და პატრიარქთან გამართა. რუსეთის პატრიარქი კირილი უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს თავად ეწვია. პირისპირ შეხვედრაზე პატრიარქებმა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის საკითხი განიხილეს. რუსეთის მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ შედგენილ მემორანდუმში, რომელიც მსოფლიო საეკლესიო გლობალური პრობლემები იყო შესული, როგორც ცნობილი გახდა, არ იყო აღნიშნული აფხაზეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ქრისტიანების პრობლემები, რასაც ქართული მხარე აპროტესტებდა. 25 ივლისს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას მხოლოდ სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, კოსოვოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში არსებული საქრისტიანოს პრობლემები განიხილეს. თუმცა ამ სიაში არ იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ლტოლვილთა პრობლემები. პატრიარქმა კირილემ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სრულიად დამოუკიდებელი დოკუმენტი შეიქმნება, რომელშიც აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ამ თემაზე მოლაპარაკებები ქართულ და რუსულ მხარეს შორის რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. რუსეთის პატრიარქი მომბრძანდა ჩვენთან და პატრიარქმა მომცა სიტყვა, რომ და ეს არის პრეზიდენტი პუტინის აზრიც, მას უთქვამს კიდეც პატრიარქისთვის, რომ რატომ არ შეიტანეთო აფხაზეთის ლტოლვილების და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამას. შემპირდნენ მე. ახედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ლტოლვილების დაბრუნება სამშობლო თავის კერასზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას. დოკუმენტში არის განხილული მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც ხდება მასიური დევნა ქრისტიანებისა. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უკვე ამ ბოლო დროის განმავლობაში არის მასიურად გაწყვეტილი ქრისტიანობა და გამოდევნილი თავისი საცხოვრებელი ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ იქ მყოფ ქრისტიანებს და ძალიან მძიმედ აღვიქვავთ იმ მდგომარეობას, რაც არის იქ და გამოვხატავთ ჩვენ მხარდაჭერას მათთამი, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა, რომ შესულიყო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა, სადაც ესაც ხდება იქ სასაზღვრო ზოლის გავლება, თქვენ იცით ამის შესახებ და დღესაც სამწუხაროდ ზოგიერთი ოჯახის ეზოში გაიარა აი ამ სასაზღვრო ზოლმა.